2016 წელს ქუთაისის მერიის სოციალურმა სამსახურმა 18 პროგრამა განახორციელა. გასულ წელს ამ სამსახურმა მოქალაქეების მიერ მიმართვის საფუძველზე 9312 განცხადება განიხილა. სოციალური სამსახურის უფროსის გია ჩიჯავაძის თქმით, ძირითადი მიმართულებები არის მედიკამენტებით დახმარება, სამედიცინო დახმარება და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის გაწეული დახმარება. სამი ახალი პროგრამა დაგვემატა, რომლებიც არის ძირითადად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებული პროგრამები, აქ არის ახალი პროექტების წარმოდგენისათვის დაფინანსება, აქ არის განსაკუთრებით ყურადღებიანი არის და აუტიზმით დაავადებული ბავშვთა მკურნალობისათვის თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ქალაქში და არ ხდებოდა ამათი დაფინანსება და აქ არის ღირს ცენტრების თანადაფინანსება, ვეხმარებით მათ კომუნალური ხარჯების გადახდაში. ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ დღევანდელი ანგარიში დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ სოციალური სამსახური ერთ-ერთი ყველაზე გამართულად მომუშავე სამსახურია. რიგში მომწონს, რომ ფორმატი, რომელიც დანერგილია ჩვენს მიერ, რომელიც ნიშნავს, რომ სამსახურებმა საჯაროდ გააკეთონ თავიანთი საქმიანობის შედეგების პრეზენტირება, კარგად მუშაობს. მეორე დღეს იყო სოციალური სამსახურის ანგარიში, რომელიც 13 ადამიანი ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, ბევრ პროგრამას ახორციელებს და როგორც ჩვენ ნახეთ, დაახლოებით 36000 ბენეფიციარს მოემსახურა წლის განმავლობაში სხვადასხვა პროგრამებით და თითოეულ ამ პროგრამაში მონაწილეობა ძალიან ბევრ დოკუმენტაციასთან, შესწავლასთან არის დაკავშირებული. ჩემი აზრით, ესაა ერთ-ერთი კარგად გამართული სამსახური. ანგარიშის წარდგენას თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც გასულ წელს იყო ანგარიში წარმოდგენა, ესევე მზარდი ანგარიში იყო თქვათ წინა წელთან შედარებით. მე ახლა რაც საქმის ყურში ვარ ანგარიშთან დაკავშირებით, ეს მაინც შეეხებოდა იმ კომპონენტს, მოგეხსენებათ ქუთაისის საკრებულოსთან არსებობდა გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც წევრიც ვიყავი და ასევე ჩვენი რეკომენდაციები იყო ჯერ კიდე გასულ წელს, აი ბავშვთა სკოლის მოსწავლეები მიყავს მხედველობაში მათი ჯანდაცვის კომპონენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საკმაოდ დადებითად შემიძლია შევაფასო ცალსახად, იმიტომ რომ როგორც ნახეთ, მხოლოდ ჩარჩან ამან გარკვეული შედეგი გამოიღო, კარგია რომ გაიზარდა წელს უკვე აღნიშნული დაფინანსება და ბევრად მეტ ბავშვს ექნება შესაძლებლობა პირველად დენაცვის შემოწმება გაიაროს და ბევრად უფრო ჯანსაღი თაობა მივიღოთ. ზოგადად მაინც სოციალური ფონი ვინაიდან არის ძალიან შეჭერებული, უფრო მეტი ანალიზი ჭირდება. განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის პროექტების კოორდინატორმა ნოდარ ჯიქიამ. ანგარიში მოხვდა ასევე ქუთაისის სოციალური საცხოვრისი. პროექტის ჯამური ღირებულება 2.500.000 ლარია. საცხოვრისის მოწყობისთვის კი ამ დროისთვის 820.000 ლარი დაიხარჯა. 2017 წლის ბიუჯეტში კი ამ კუთხით დამატებით 1.500.000 ლარია გათვალისწინებული. ბინის მიღების მსურველებს ქუთაისის მერიაში განცხადების შეტანა დღის ბოლომდე შეუძლიათ. ამის შესახებ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ განაცხადა. მურღულიას განმარტებით საცხოვრისით პირველ რიგში ის ადამიანები დაკმაყოფილდებიან, ვინც ღამეს ქუჩაში ათევს და წასასვლელი არსად აქვს. ამ დროისთვის კომისიაში საცხოვრებლის მიღების მოთხოვნით 350 განცხადებაა შესული.